დღეს სურვილების ჩაფიქრების დღეა, დაუკვირდით მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო გამოგიგზავნით. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას. უფრო მეტ საინტერესო რჩევას ეზოთერიკოსი ანზო როდიშარია სწორედ აი ახლა მოგცემს. აბა მოვისმენთ. დღეს 14 მაისია, ანგელოზის დღე. ძალა, რომელიც მოდის კოსმოსიდან, გეხმარებათ, რომ სწორი გზა მიმართულება იპოვოთ თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კარგია სურვილების ჩაფიქრება. ან გამეორება იმ სურვილების, რომელიც ჯერ არ აღსრულებიათ. ასევე მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა. განსაკუთრებით მშობლების მიმართ. ვერძებისთვის დღეს განსაკუთრებული დღე არის, იმიტომ რომ ენერგია მათი შვიდდება, წყნარდება. ფსიქოლოგიური ემოციები მოდის წესრიგში, აძლევს გარკვეულ გადატვირთვის საშუალებას. ვერძებო, თქვენ მნიშვნელოვანი დრო გელოდებათ წინ, ამიტომაც არ დაკარგოთ ეს ოქროს პერიოდი. მოვაგოროთ ყველაფერიც მოსაგვარებელია. ლომებო, მნიშვნელოვანი განცდები, რომელიც დღის განმავლობაში მოდის, სწორ გზაზე გაგანათ. დაუკვირდით, როგორი განწყობით გაიგვიძეთ, რისი სურვილი გაქვთ, რას გრძნობთ, საით მიგიწევთ გული. აი ეს ემოცია შეიძლება სწორი იყოს, ეს არის ის, რაც თქვენ ძალიან გჭირდებათ. დღევანდელი დღე გეუბნებათ, რომ მოусმინოთ საკუთარ თავს. დღეს შეიძლება მიხვდით იმას, რაზეც ამდენი ხანი ფიქრობდით. შულდოსნებო, თქვენზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს გარემოცვა, მათი შეფასება, კომენტარები, იქნებით დღეს მოდეს დავარქვათ რჩევის მიმღები, იმიტომ რომ შეიძლება გარემოსგან მიღებული რჩევა, დარიგება, შეფასება იყოს არასწორი. ეცადეთ რომ საკუთარ თავთან იყოთ ჰარმონიული, ეენდოთ საკუთარ გრძნობებს. ყუროებისთვის მნიშვნელოვანი არის რომ შეინარჩუნოს ყველა ის რესურსი, რომელიც მას აქვს. ეს იქნება სიყვარული, კეთილდღეობა, სამსახურეობრივი თვალსაზრისით. ეცადეთ რომ არ გააზიაროთ თქვენი პრობლემები ან სიკეთეები, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობაში გაქვთ. ეხლა თქვენი გაზიარება თქვენთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, დაკარგოს ენერგია, დაკარგოს ძალა. ქალწულებო, მნიშვნელოვანი გზავნილების სამყაროში. რა გინდათ, რა გსურთ, მიანიშნეთ თქვენი მეგობრები, ახლობლები, პარტნიორი. გააგებინეთ ყველას თუ რა შეიძლება რომ გინდოდეთ. დღეს ის, რასაც თქვენი გარემოცვა გაიგებს, შეიძლება მალე თქვენს რეალურ ცხოვრებად იქცეს. დღის რქებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მომზადებას. თუ დღეს თქვენ დაიწყებთ ვარჯიშს, საკუთარ სხეულზე ზრუნვას, ჯანმრთელობის კვლევას, ან გარკვეულ მიმართულებებს, რაც თქვენ დიდი ხანია გსურთ საკუთარი თავისთვის, იქნება ძალიან კარგი. ტყუპებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი არის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ამიტომაც დღეს ეცადეთ, რომ მაქსიმალურად თქვენს თავთან იყოთ ახლოს, თქვენ ენერგეტიკულ რესურსებს გაუფრთხილდეთ, რომ არ იყოს უფრო გამოფიტული. სიმშვიდე დღეს მნიშვნელოვანია. სასწორებო, თქვენ გაქვთ ძალა, რომელიც დღეს გეხმარებათ გაერკვეთ სწორად ადამიანებში. იპოვოთ სად იყოს სიცრუე, სად იყოს სიმართლე, ვინ არის თქვენი მეგობარი, სად არიან თქვენი მტრები. თქვენ დღეს შეძლებთ გაარჩიოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. გადაფასების და დაალაგების დღე არის. მერწყულებო, ეცადეთ რომ საკუთარი ენერგია არ გადაღალოთ, არ გადაძაბოთ, არ მოექცეთ საკუთარ თავს